დღეს გავსინჯავ პირველად ნამდვილ აჭარულ ხაჭაპურს. რატომ ნამდვილი? იმიტომ რომ არა ცომ გამოცლილია. ამისთვის ჩვენ ვართ დრიმნენთო აზისში, ამოვედით ქართულ რესტორანში და მოდით გავსინჯოთ. ეგრევე ვიზუალურადაც ჩანს რამდენად მსუქანია. დიდგან სხვადება ცომ გამოცლილი და არა ცომ გამოცლილი. უნდა პირველ რიგში ავურიოთ ყველი და კვერცხი ერთად. აქ ეგრევე ვხედავ რომ ყველი იქნება ძალიან წელვადი. ამას შეხედეთ. ვატეხავთ რა თქმა უნდა პირველ რიგში ბოლოებს. ვიდეთ უკვე გვერდებზე და აქვე შეხებაზეც კი ვხედავ რამდენად მსუქანი და ფუმფულა არის. ამას შეხედეთ. ხრაშუნზე უკვე აღარ ვამოწმებთ აქ უკვე სიფუმფულეზე უნდა შევამოწმოთ. საკმაოდ მარილიანი ყველი არის გამოყენებული გვერდებზე რა თქმა უნდა, რადგან არა ცომ გამოცლილია, ბევრი ცომი არის და შოთის ფურზე უფრო რბილი არის და უფრო გემრიელი, მაგრამ ჩემი აზრით ეხლა პირველად გავსინჯე არა ცომ გამოცლილი აჭარული ხაჭაპური და ცომ გამოცლილი მაინც მირჩევნია. ცომის გემო ზედმეტად ბევრ ადგილს იკავებს და ყველის გემო იკარგება. ამიტომ ცომ გამოცლილი ჯობია. რა თქმა უნდა, არა ცომ გამოცლილი აჭარულის ჭამა მილიონჯერ უფრო რთულია, იმიტომ რომ მილიონჯერ უფრო მსუყეა. აჭარულის გარდა აქ მაქვს უგემრიელესი, თბილი, ახალი გამომწვარი მჭადი. რა თქმა უნდა, ულამაზესი ფერადი სხვადასხვა ხალეული. ხოთაშორის გაგიკვირდებათ და ხალეული გავსინჯე არც ისე დიდი ხნის წინ. იმის მერე ქართულ რესტორანში როცა მოვდივარ, ხალეული არის ერთ-ერთი პირველი, რასაც ვუყვეთავ და აუცილებლად ჩემი სტარტერი არის. თქმა უნდა, აჭარაში ხალეულთან ერთად აუცილებლად ვუყვეთავ მჭადს, იმიტომ რომ იდეალურად უწყდება ერთმანეთს.